გამარჯობათ მეგობრებო, ეხლა ვიმყოფებით მარტვილში ჩვენი გმირების მემორიალთან და თქვენ თუ გონიათ რომ ქართული ოცნება კომისიაზე რასაც ამბობს ეგ არის მხოლოდ სიტყვები და მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ უპატივცემულობას ჩვენი აგვისტოს გმირების მიმართ, თქვენ ცდებით, იმიტომ რომ აქაურობა არის სრულიად მოულელი, ეხლა გაჩვენებთ კადრში თუ რა დღეშია აქაურობა და თუ რამდენი ხანია ალბათ არავინ ყოფილა აქაურობის მოსაწესრიგებლად მერის თანამშრომლებს გულისხმობ ამ შემთხვევაში და სავალალოა ეს შედეგი და უფრო სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს თუ დროულად არ შევცვალეთ რაიმე ამ ქვეყანაში ამ შემთხვევაში თავრობის ცვლილებას გულისხმობ, იმიტომ რომ ეს ადამიანები წმინდა პრორუსები არიან, უკვე ღიად და საჯაროდ აკეთებენ ამ პრორუსულ საქმეს ჩვენს ქვეყანაში. აი აქ არის მემორიალი, სადაც არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის დაღუპული ადამიანების მემორიალი. 9 აპრილი, 8 აგვისტო ჩამონათვალია მათი გვარების და ეხლა გაჩვენებთ თუ როგორ უვლის, კი არა და უпроსტად როგორ არ უვლის ჩვენი სახელმწიფო აქაურობას. აი ეს არის მეგობრებო ამ მემორიალთან ამოსასვლელი კიდე. ეს და აქ უნდა ჩაედინებოდეს წყალი ეგრეთ წოდებული შადრევანი და აი თქვენ ხედავთ როგორი მოულელია და თუ რამდენი ხანია ადამიანის ხელი აქაურობას არ გაკარებია როგორ ეტყობა ეს და კიდევ ერთხელ ვიძახი რომ უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ იმ ადამიანების მმართველობა ჩვენ ქვეყანაში, რომლებიც ესე ღიად პრორუსულ საქმეს აკეთებენ და ესე ივიწყებენ საკუთარი ქვეყნის გმირებს და გმირობებს.